ირაკლი ნატრიაშვილი ემზადება, ასაგდება აგერ ბურჩით შეამშრალა. სასწაული ამინდი ამ ზიანი გრილა და მოთამაშეებისთვის არის იდეა. მოვიგეთ. ორივე ხელით ნახტომში გიალაბაზემ ჩამოხსნა აუტი. მეოთხედ ჩამოხსნა ბურთი დღეს უკვე. 3 ჩვენი და 1 იმათი და ახლა ისევ მოვიგეთ. დაიძრა. ეს ჩვენი იარაღია დღევანდელ შეხვედრაში, რომელსაც ხშირად გამოვიყენებთ. ვერ გაგვიჩერეს მოლი გამოგვეცადეთ. უახლოვდებით, ნაბიჯ უახლოვდებით რუსების ჩაფლის მოედანს. არა, აბუსერიძეც დაბრუნებულ, აბუსერიძეც ამ პაუზაზე. ანუ იმავე შემადგენლობით ავართ როგორც დავიწყეთ. მესამე მოლი უკვე. ბეკების კი ჩაებდნენ. 5 მეტრიღაა გასავლელი. ნახოთ თუ ჩაგვიქცევენ ჯარიმა იქნება. კიდევ ერთი მიძალება საჭირო და ლელოც ახლოსა. და არის კიდევ ერთი ლელო დღევანდელ შეხვედრაში. ოჩაღმიჭედო. ანგარიში ხდება 15 ეს კოლექტიური ლელო იყო. მაგრამ ირაკლი ნატრიაშვილს ეჭირა ბურთი და როგორც ჩანს მეგობრები მას უგოწავენ, მას ჩაეწლება ფორმალურად და შეიტანა მთელმა გუნდმა. ირაკლი ნატრიაშვილი 15-5-ია უკვე ანგარიში საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ რეალიზაცია უნდა დავარტყათ. რა თქმა უნდა ისევ მერაბ კვირიგაშვილი. ტელემაყურებლები ხედავენ თუ რამდენი დრო არის გასული 25 წუთი ეწურება რადიო მსმენელთა თვის მოგახსენებ დროს ხოლმე და ცოტათი რადგანაც დღეს ჭარბს სიტყვაობთ ამის მიზეზი ის არის რომ პირველად რადიო რეპორტაჟია ცოცხალი თავიდან ბოლომდე შეწყვილებული ტელერეპორტაჟთან ერთად. მეკო კვირიკაშვილი 25 მეტრი კარის ხაზიდან 5 მეტრი მარცხენა კიდიდან. სხვაობა ამ მომენტში არის 10 კულა და თუ გაიტანს გახდება 12. ლელოების თანაბარდობა 2-1. მოკლე გამორბენი დარტყმა. 10 ბურთი მაგრამ 15-5. ბურთი 10 და რუსების კარს 15-5 წინ საქართველოს ნაკრებია 26 წუთი იწურება დღევანდელი მატჩისა, რომელიც ქართველების სრული უპირატესობით მიმდინარეობს. თამამად შემიძლია გითხრათ ეს რადიო მსმენელებისათვის, ტელემაყურებელი კი თავად ხედავთ რომ ყველა რგოლში, ყველა მონაკვეთში ჩვენ დავჩაგრეთ ჩვენი დღევანდელი მეტოქე რუსთა ნაკრები. ცენტრიდან განაახლებენ სტუმრები თამაშს კუშნარიოვი ბურთით. აი განმეორებით ჩვენმა რეჟისორმა ტელემაყურებლებს მისცა საშუალება ენახათ მეორე ლელო შეტანილი რუსების ჩათვლის მოედანზე.